წარმოიდგინა 5-სართულიანი გაყინული ჩანჩქერი, რომლის ცეცხლ ყინულზე წითელი სითხე ჩამოდის თითქოს სისხლია. ამ ადგილს ანტარქტიდაში Blood Falls ეძახიან, მაგრამ ეს სისხლი არ არის. წითელი ფერი მოდის მარილიანი წყლიდან, რომელიც რკინით არის გამდიდრებული. ეს წყალი დაახლოებით 400 მეტრის სისქის ყინულის ქვეშ დაახლოებით 2 მილიონი წლის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. როდესაც ზედაპირზე ამოდის და ჟანგმაც ეხება, რკინა რეაქციაში შედის და წითლდება, თითქოს ჟანგდება. წყალში ჟანგბადი არ არის, თუმცა მასში ბაქტერიები მაინც ცხოვრობენ. ეს ძალიან პატარა ცოცხალი ორგანიზმები რკინასა და გოგირდს იყენებენ გადარჩენისთვის, სრული სიბნელის პირობებში, ყინულის ქვეშ. ეს აჩვენებს, რომ სიცოცხლე ძალიან რთულ და იზოლირებულ გარემოში შეიძლება არსებობდეს. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ თუ მსგავსად გაყინული ოკეანების სხვა პლანეტების მთვარეებზე, მაგალითად ევროპაზე ან ენცელადაზე არსებობს, იქაც შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს. ანტარქტიდაში რუსეთის ვოსტოკის სადგურის ქვეშ მდებარეობს ვოსტოკის ტბა. ეს არის დიდი მტკნარი წყლის ტბა, დაახლოებით ონტარიოს ტბის ზომის. იგი არის 4 კილომეტრიანი ყინულის ქვეშ ჩაკეტილი, დაახლოებით 15-25 მილიონი წელი. ტბა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სრულად იყო მოწყვეტილი გარე სამყაროსა და ატმოსფეროსგან, ამიტომ აქ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი იზოლირებული გარემო. ამ სიღრმეზე წნევა ზღვის დონეზე არსებულ წნევაზე დაახლოებით 350-ჯერ მეტია. წყლის ტემპერატურა დაახლოებით -3 გრადუსია, მაგრამ არ ეყინება, რადგან ქვემოდან მიწის სითბო მოქმედებს და ძლიერი წნევა ხელს უშლის გაყინვას. 2012 წელს რუსმა მეცნიერებმა ზედაპირი ტბამდე გაბურღეს. მათ განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს ათასობით სხვადასხვა მიკროორგანიზმი, რომლებთაგან ბევრი მეცნიერებისთვის უცნობი იყო. ზოგიერთი ნიმუში აღმოჩნდა ბაქტერია, რომელიც ძალიან განსხვავებულია უკვე ცნობილი ბაქტერიებისგან. ამ აღმოჩენამ აჩვენა, რომ სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს უკიდურეს და იზოლირებულ პირობებშიც კი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანტარქტიდის ყინულის ქვეშ არსებული სხვა მსგავს ტბებში შესაძლოა აღმოჩნდეს აქამდე უცნობი ცოცხალი ორგანიზმები. რამდენად ცივი შეიძლება გახდეს ჩვენი პლანეტა? 1983 წლის 21 ივლისს ანტარქტიდაში ვოსტოკის სადგურზე დაფიქსირდა -99.2 გრადუსი. ეს არის დედამიწის ზედაპირზე პირდაპირ გაზომილი ყველაზე დაბალი ტემპერატურა. მოგვიანებით 2013 წელს სატელიტურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდის ზოგიერთ ადგილას ტემპერატურა პოლარულ ღამეში დაახლოებით -98 გრადუსამდე დაეცა. ასეთ სიცივეში სუნთქვისას ამოსული ჰაერი თითქმის მყისიერად იყინება. დაუცველი კანი კი 2 წუთზე ნაკლებ დროში შეიძლება გაიყინოს. მეტალი ძალიან მყიფე ხდება და ადვილად ყდება. ნახშირორჟანგი -78 გრადუსზე იყინება. ამიტომ უკიდურეს სიცივეში ის ჰაერშივე შეიძლება მყარ ნაწილაკებად გადაიქცეს. ამ პირობებში მომუშავე ადამიანებს სჭირდებათ სპეციალური მოწყობილობა, რომ თბილი ჰაერი ჩაისუნთქონ. პირდაპირ ძალიან ცივი ჰაერის ჩასუნთქვამ შეიძლება ფილტვები სერიოზულად დააზიანოს. ასეთი უკიდურესი სიცივე პოლარულ ზამთარში გვხვდება, როდესაც მზე რამდენიმე თვის განმავლობაში საერთოდ არ ამოდის. მზის გარეშე ზედაპირი სითბოს კოსმოსში კარგავს. ამ პირობების შესწავლა ინჟინერებს ეხმარება ისეთი ტექნიკის შექმნაში, რომელიც ძალიან ცივ გარემოში მუშაობს, მათ შორის კოსმოსურ მისიებში, მაგალითად მარსზე დაგეგმილ ექსპედიციებში. მაუნტ ერებუსი ანტარქტიდაში როსის კუნძულზე მდებარე ვულკანია. მისი სიმაღლე 3794 მეტრია. ის გამორჩეულია იმით, რომ აქვს მუდმივი ლავის ტბა, რომელიც მინიმუმ 1972 წლიდან აქტიურია. გამდინარე ქვისის ტბა ნარინჯისფრად ანათებს თეთრი ყინულის ფონზე და ძალიან უჩვეულ სანახაობას ქმნის. ვულკანი ზოგჯერ ჰაერში ისვრის ლავის ბომბებს, გამდინარე ქვის დიდ ნატეხებს, რომლებიც ზოგჯერ მანქანის ზომისაც კი არის და დაახლოებით 300 მეტრამდე ადის. ვულკანურ გაზებში შეიძლება წარმოიქმნას წმინდა ოქროს პატარა კრისტალებიც. მეცნიერები ერებუსს სწავლობენ, რადგან მისი მუდმივი აქტივობა მათ ეხმარებათ უკეთ გაიგონ რა პროცესები მიმდინარეობს დედამიწის სიღრმეში. ძლიერი სიცივის გამო ვულკანიდან ამოსული ორთქლი სწრაფად იყინება და კრატერის გარშემო ყინულის მაღალ კოშკებს ქმნის, რომლებიც ფუმაროლებად მოიხსენიება. აქ პირდაპირ ხედავ, თუ როგორ ეჯახება ერთმანეთს ცეცხლი და ყინული. ვულკანის სითბო ზედაპირის ქვეშ ყინულის გამოქვაბულებსაც მოქმნის. ამ გამოქვაბულში ტემპერატურა შედარებით თბილია და მცირე ცოცხალ ორგანიზმებს არსებობის საშუალებას აძლევს, რაც ანტარქტიდის დაფარულ ბუნებრივ სამყაროს კიდევ ერთ საიდუმლოს მატებს.
ანტარქტიდის ყინული ადგილზე არ დგას. ის მუდმივად ძალიან ნელა ოკეანისკენ მოძრაობს. ზოგი დიდი ყინულის ნაკადი წელიწადში დაახლოებით 800 მეტრამდე გადაადგილდება. ლამბერეს მყინვარი დედამიწაზე ყველაზე დიდია. მისი სიგრძე დაახლოებით 400 კილომეტრია, სიგანე კი 100 კილომეტრი. ის წელიწადში დაახლოებით 400 მეტრს გადაადგილდება და ანტარქტიდის ყინულის დიდი ნაწილი ზღვისკენ მიაქვს. მყინვარები ორი ძირითადი გზით მოძრაობენ. პირველი, ყინულის საკუთარი წონით ნელ-ნელა იცვლის ფორმას და მეორე, მისი ქვედა ნაწილი შეიძლება მიწის ზედაპირზე სრიალებდეს. ძლიერი წნევა და მიწის შიგნიდან მომავალი სითბო ზოგჯერ ქმნის თხელ წყლის ფენას, რაც ყინულის გადაადგილებას ამარტივებს. სატელიტებმა დააფიქსირეს ეგრეთ წოდებული ყინულის მიწისძვრები, ბიძგები, რომლებიც მოლოდნელი გადაადგილების დროს ხდება. ზოგი მათგანი საკმაოდ ძლიერი იყო. ყინულში დაცული ფენებია, რომლებიც ასობით ათასი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. მასში არის პატარა ჰაერის ბუშტები, რომლებიც მაშინ ჩაიკეტა, როცა თოვლი პირველად დაეცა ზედაპირზე. როცა მყინვარი ზღვაში იშლება, ეს ბუშტები თავისუფლდება. მათი შესწავლა მეცნიერებს ეხმარებათ გაიგონ, როგორი იყო დედამიწის კლიმატი წარსულში. 1958 წელს საბჭოთა მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულის ქვეშ აღმოაჩინეს სრულიად მოულოდნელი რამ, ალპების ზომის მთათა სისტემა, რომელიც დამალული იყო 3 კილომეტრის სისქის ყინულის ქვეშ. ეს მთები, რომლებიც გამორცევის მთებად არის ცნობილი, მდებარეობს კონტინენტის ძალიან ძველ და სტაბილურ ნაწილში, სადაც დიდი მთების არსებობა არ იყო მოსალოდნელი. ისინი ძირითადად ქანის ზედაპირიდან 2700 მეტრამდე აღწევენ და მოიცავენ კვეთ მწვერვალებს, ღრმა ხეობებსა და გაყინულ მდინარეების სისტემებს. მეცნიერებმა ეს მთები ყინულში გამჭოლი რადარის დახმარებით აღმოაჩინეს. ეს დამალული ლანდშაფტი მას შემდეგ არ ყოფილა მზის შუქზე, რაც ანტარქტიდა ყინულით დაიფარა. მთები გავლენას ახდენენ ყინულის ქვეშ წყლისა და ყინულის მოძრაობაზე და განსაზღვრავენ აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის ფენის დინების მიმართულებებს. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს მთები მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ანტარქტიდის ყინულის ფენების ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე და დაეხმარა კონტინენტს უფრო თბილი გარემოდან დღევანდელ გაყინულ მდგომარეობამდე გარდაქმნაში. ანტარქტიდაში ერთი შეხედვით პარადოქსული მდგომარეობაა. კონტინენტის ზოგი ნაწილი ყინულს იძენს, მაშინ როცა სხვა რეგიონებში ყინული სწრაფად იკარგება. აღმოსავლეთ ანტარქტიდა, რომელიც კონტინენტის ყინულის დაახლოებით 80% შეიცავს, ბოლო პერიოდში მცირედით იზრდება, რადგან შედარებით თბილი ჰაერი მეტ ტენიანობას ატარებს და უფრო ინტენსიურად თოვს. ამავე დროს დასავლეთ ანტარქტიდა ყოველწლიურად დაახლოებით 150 მილიარდ ტონა ყინულს კარგავს. ზოგი მყინვარი წელიწადში 5 მეტრამდე თხელდება. ანტარქტიდის ნახევარკუნძული ბოლო 50 წლის განმავლობაში დაახლოებით 3 გრადუსით გათბა, რამაც მნიშვნელოვანი ყინულის თაროების დაშლა გამოიწვია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ლარსენ ბის ყინულის თარო, რომელიც 2002 წელს სულ 6 კვირაში დაიშალა და დაკარგა ლუქსემბურგზე დიდი ფართობი. თავარი პრობლემა არა ყინულის საერთო რაოდენობაა, არამედ ის თუ სად ხდება მისი დაკარგვა. ყინულის თაროები ბუნებრივ დამჯერებად მოქმედებს და ანელებს მყინვარების ოკეანისკენ სრიალს. როცა ეს თაროები ინგრევა, მათ უკან მდებარე მყინვარები ბევრად უფრო სწრაფად იწყებს მოძრაობას. განსაკუთრებით საყურადღებოა თვაითსის მყინვარი, რომელსაც ხშირად დასასრულის მყინვარს უწოდებენ. ის სულ უფრო არასტაბილური ხდება და შეიცავს იმ ყინულს, რომ მისი სრული დაშლის შემთხვევაში მსოფლიოს ზღვის დონე დაახლოებით 65 სანტიმეტრით აიწევს, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის სანაპიროებს. ანტარქტიდა კაცობრიობისთვის სამყაროს შესასწავლ ერთ-ერთ უნიშნელოვანეს ადგილად იქცა. სამხრეთ პოლუსზე ყინულის სიღრმეში მდებარეობს Ice Cube, მსოფლიოში ყველაზე დიდი ნეიტრიონის დეტექტორი. ის განთავსებულია 1 კუბურ კილომეტრ ყინულში და შეიცავს 5160 სინათლის სენსორს, რომლებიც ეძებენ ნეიტრიონებს, უკიდურესად პატარა ნაწილაკებს, რომლებიც შორეული კოსმოსური წყაროებიდან მოდის. ნეიტრიონების უმეტესობა დედამიწას შეუფერხებლად გადის, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში ისინი ყინულის მოლეკულას ეჯახება და წარმოქმნის მოკლე სინათლის ციმციმს, რომელსაც სენსორები აფიქსირებენ. ამ მეთოდით Ice Cube-მა უკვე დააფიქსირა ნეიტრონები უკიდურესად შორეული გალაქტიკებიდან, რაც სამყაროს შესწავლის ახალ მიმართულებას ქმნის. ამავე დროს ანტარქტიდა გამოიყენება როგორც საცდელი გარემო მომავალი კოსმოსური მისიებისთვის. ასტროლოგები მას სხვა პლანეტების მსგავს პირობებად აღიქვამენ და აქ ამოძმებენ ტექნიკასა და სამუშაო მეთოდებს მარსსა და იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრების კვლევისთვის.
უკიდურესი სიცივე დნმ-ს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ინახავს, რის გამოც ანტარქტიდა ბუნებრივ საცავად იქცა უძველესი მიკროორგანიზმებისთვის. მათი შესწავლა ეხმარება მეცნიერებს გააცნობიერონ, როგორ შეუძლია სიცოცხლეს მძიმე და უკიდურეს პირობებში არსებობა. მეცნიერები ასევე ცდიან ავტონომიურ წყალქვეშა რობოტებს ანტარქტიდის ყინულის თაროების ქვეშ. ეს ექსპერიმენტები ამზადებს მომავალ მისიებს იუპიტერის თანამგზავ ევროპას ქვეშ არსებული ოკეანის გამოსაკვლევად. ანტარქტიდაში დახვეწილი ტექნოლოგიები შესაძლოა ერთხელ დედამიწის გარეთ სიცოცხლის აღმოჩენასაც დაეხმაროს.